არჩევნები ჩატარდა. მე საფიორა გამომჟღავნდა უკვე კომპანია წარმოება შეაჩერა, რომელიც მართლა რეალურ დოლარს ქმნიდა, ის ხალხი გავფილტროთ. და დღეს მათ ედავებიან ჯგუფურ ძალადობას. ყველა არის გაჩუმებული. პოლიციელებმა ღიად დააფიქსირეს. მე მოვდივარ პრემიერის სიტყვებით. შენ ხარ ვისაც ბიჭების ციხეში დატოვება გინდა, თუ ხელს არ მოაწერ, არჩევი უსამსახუროდ. ეს არის პროკავშირებიდან დაზარალებული. ირაკლი პეტრიაშვილს და მის ყვითელ პროკავშირებს. თუ არ მოგწონს, დაწერე განცხადება და წად. შენ უნდა მიხედო ამას ბიჭო. 3620 ადამიანის საბანკო ვალდებულება იყოს 60 მილიონი ლარი. მერი განსაკუთრებით ცდილობს, რომ პრობლემები შეფუთოს. Инвестор чьи-то там уперед. რუსი ბიზნესმენი. Выделю. Если вам не нравится уровень разговора, пожалуйста. დიქტატორული და ერთპიროვნული მმართველობა ჩამოყალიბდა ბიჭების ხედან უსამართლო ციხეში უკვე 6 თვეა. სუსი, პროკავშირი, ხელისუფალი, პოზიციაც, ოპოზიციაც. მე არ მინდა რომ აქედან პოლიტიკური სპექტაკლების გამართვის შესაძლებლობა გაჩნდეს. რადიკალური ჯგუფი გვიწოდა მართლა ასე მნიშვნელოვანია ის 1000-1500 ლარი, რომ პირბადის გამო ადამიანი დაიჭირო. მილიონებს იპარავს ხალხი და გარეთ დადის და პირბადე უკეთი ადამიანს და ციხეში ზის. ამაზე რომ ველაპარაკებოდნენ ადრე, ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი იყო. საერო და სასულიერო გაერთიანება უნდა მოხდეს. დეკემბერში კომპანიას წარმოების გაჩერება ისევე უნდა. და ბოლო-ბოლო რა ხდება ქვეყანაში გაგვაგებინეთ. მდგომარეობა დღევანდელობით არის იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე იყო გასული წლის განმავლობაში. დაახლოებით 1600 ადამიანია დასაქმებული დღეს მაღაროებში. გაჩერებამდე იყო 3600 დასაქმებული, 2000 ადამიანი უბრალოდ ქუჩაში იმყოფება, ან დროებით არის სადღაც მშენებლობაზე, წასული დროებით დასაქმებაზეა. დაინახავთ ქალაქში რამდენი დაკეტილი მაღაზია, რამდენი უმუშევარი ადამიანია და ეს კიდევ უფრო დაეტყობა, როდესაც დაზამთრდება, რადგან დროებით სამუშაოს მაძიებელი ადამიანები დაბრუნდებიან ისევ ჭიათურაში და აქ რამე ალტერნატიული დასაქმება აღარ იქნება. არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე არ გააჩერეს წარმოება, ჩაატარეს არჩევნები და არჩევნების ჩატარებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ კომპანია წარმოება შეაჩერა. ჭიათურაში სამთო მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა. ჭიათურ მენეჯმენტ კომპანიაში აცხადებენ, რომ სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო მანგანუმის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. ამ ყველაფერს კომპანია ბოლო დღემდე არ ადასტურებდა. მეცაც გავიხსენებ, როდესაც ჩვენ პროკავშირების კონკრეტულად დარგის ხელმძღვანელის კაბინეტში შეხვდით კომპანიის წარმომადგენლებს, იქ დაუსვით კითხვა. არის საუბარი გაჩერებაზე და თქვენ რა პოზიციის ხართ? კატეგორიულად უარყეს. არანაირი გაჩერებაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, არც განვიხილავთ, პირიქით რაღაც ახალ ბაზრებზე ვცდილობთ შეღწევას. 1 ნოემბერს ოფიციალურად ჯორჯიან მანგანეზმა არა მარტო ჭიათურაში, ასევე ზესტაფონის ფეროშენობდა ქარხანაში სრულად შეაჩერა წარმოება. და ხალხი დასაქმებულები გადავიდნენ სპეციალური მართვის რეჟიმზე 60% ანაზღაურებით. ჭიათურ მენეჯმენტ კომპანია შეეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა. მაშინვე დავიწყეთ ჩვენ გამოსვლები, ხისიერად მოუწოდებდით ხალხს, რომ განგაში ზარი უნდა შემოკრათ, იმის გამო რომ ჩვენ არ ვიცით ამ გაჩერების პერიოდში რა ბენეფიტებს მივიღებთ. 3620 ადამიანის საბანკო ვალდებულება, ვისაც ეს ხიქონდა, იყო 60 მილიონი ლარი. როგორ შეძლებდა დასაქმებული 60%-იანი ხელფასით პარალელურად ერჩინა ოჯახი, დაეკმაყოფილა პირადი მოთხოვნილებები და ასევე გადაიხადა ბანკის პროცენტები. თუმცა კომპანიამ და პროკავშირმა ერთობლივი ქმედებით წარმოაჩინეს საზოგადოებაში, რომ გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები, რომ ეს 60 მილიონი, როგორც ახალი ინვესტიცია, პლუს ამას კომპანიის საკრედიტო ხაზი გადავიდეს ახალ ბანკში. ანუ რეალურად ხდებოდა ის, რომ ეს იყო კიდე ერთი ცფიერება გაჩერებისთვის მიზეზი და რეალურად არც არაფერი არ მოხდა. ბანკი, რომელიც უნდა შემოსულიყო თვალით არავის უნახავს, სიტყვიერად და ტელეფონის ზარით იყო მხოლოდ კონტაქტები და ისეთ მაღალ პროცენტებში სთავაზობდნენ თუნდაც ცესხის გადავადებას და ასე შემდეგ, რომ აზრი არ ქონდა. სოლქმარი, რომელიც ჯორჯიან მანგანეში არიან დასაქმებული, დაერიცხათ წუხელ ხელფასი და ავტომატურად წაიღო ლიბერტი ბანკმა. საქმის დასარკვევად, როდესაც მივიდნენ ლიბერტი ბანკში ამ დილით, ეუბნებიან, რომ 350 ლარი ვალი გაქვთ, აქეთ კიდე მოსატანია. 35 ლარი კიდე დავალიანება. როდესაც ეს აქციები რამოდენიმე თვის დაწყებული იყო და უკვე აქტუალურ ფაზაში იყო შესული, სამხრივ კომისიაზე დაიწყეს საუბრები პროკავშირებმა, სახელმწიფომ და კომპანიამ. ამ სამხრივ კომისიაზე უნდა გადაწყვეტილიყო
ჭიათურის და მაღაროელების ბედი. ინვესტორი არის ყველა ფიდეო ინვესტორი არ თამაში მოსაფერები. ინვესტორი არ შეიძლება ბევრი შემოუდგება. ეს არის ამ საქმის არსი ხალხო. მაგალითად არის ხდება სხვა რამე უნდა იყოს. ინვესტორს ჭირდება მოფერები. ეს ამაში არის თუნდაც პროფკავშირები თუნდაც სახელმწიფო და ასე შემდეგ და ასე. ინვესტორი ვიცი მე რომელიც ჩამოვა რაიმეს შემიქმნის ღირებულს და დამასაკმებს. რა აქვს ჭიათურებს სალოლიაო ჯიემთან 1500 ლარა ყავს იაფი მუშახელი დასაქმებული და პირიქით თავის საქმეს იკეთებს. სამხრივი კომისიით დადგინდა რომ ჭიათურის საწარმოებს ჩაიბარებდა მიხაილ სოცკი, რუსი ბიზნესმენი, რომელიც მანამდე დირექტორი და ფლობდა იყო საქნახშირის მფლობელი დირექტორი, ხელმძღვანელი. 3620 ადამიანი ირიცხებოდა მანამდე ჭიათურ მანგანუმის თლიან წარმოებაში და ვითხოვდით რომ რეალურად ვინც შრომის მოყვარე იყო და შრომის სურვილი ჰქონდა და ამას კვალიფიკაციაც უწყობდა ხელს, ის იმ ხალხს ყველა შეძლებოდა დასაქმება. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. Сотки შემოვიდა რეორგანიზაციით. Думаете, что я врач? Вы смотрите, вы думаете, что я врач? Вы думаете, что я прокурор? Вы думаете, что я судья? Я вас разочарую. Нет. ეს იყო რეორგანიზაცია სახელად დარქმეული საბაბი იმისა, რომ თითქოს და ლეგიტიმურად შეძლებოდა მუშახელი შემცირება. მე ვითხოვე ვინ არის კომპეტენტური პირი რომ ამიხსნას ეს ყველაფერი. აქტორია რომ დასაქმება მოხდება აქტუარიყო სხვა რეგიონებში. სხვა კომპანიაში და სხვა რეგიონებში. ჭიათურელი კაც მე რატო წევიდო იგი სხვაგან გამაგებიეთ ხარ. ის კი არ უფიქრიათ რომ ვიღაცა ზემოთ რო არაფრის მაქნისები რო ზიან და ზემოთ მაღალ ხელფასს რო ღებულობენ, იქ ჩავიხედოთ და იქ რაღაც კორუფციული ნიშნები აღმოვაჩინოთ. არა, უბრალო მუშას, რომელიც მართლა რეალურ დოვლათს ქმნიდა და ქმნის დღესაც ქალაქში და სახელმწიფოს დონეზე იმ ხალხს ის ხალხი გავფილტროთ. რა პოზიციას დაინიშნე? რო უნდა იმუშაო, რაზე დაინიშნე? შეპეს სამთვრელის კოორდინატორი ვარ. კოორდინატორი ხარ და გაჩერებულ კარიერზე დაინიშნე დირექტორად? რატო? კარიერი ერთი კი არა, მაგრამ ბევრია. ბევრი ხო და მიხედე დანარჩენები რა არის? რატო? ამას მიუხედო ჩემსაც არა. შენ უნდა მიხედო ამას ვიჟო? გეკითხები. ამ კარიერს შენ უნდა მიხედო ხოლმე რომ მე ვარ? ბიჭო კარიერს არც არ უნდა მიხედე. რა მაგარი ბიჭი ხარ? შენ ძალიან მაგარი ეს რაღაცები ნახო. კომპანიის წარმომადგენელი იგივე თემურ ხონელია, რომელიც ადმინისტრაციული დირექტორია დღესაც ჭიათურა მენეჯმენტის სამთავრობო საბჭოს წევრი და პლუს საქართველოს პროკავშირების გაერთიანების მაშინ თავმჯდომარე და ახლა უკვე მდივანი თუ რაღაცა არ ვიცი, ეგ პიროვნება ირაკლი პეტრიაშვილი საუბრობენ და ხონელია ამბობს ესეთ რაღაცას. 3500 ადამიანზეა დაახლოებით თითქმის იგივე რაოდენობის, რაც დღეს დასაქმებული არის ეგრეთ წოდებულ კოოპერატორებთან საუბარია 2000 სამუშაო ადგილზე. ნუ 1500 ადამიანი რჩება უმუშევარი. ხო, თუმცა ამ 1500 ადამიანთან მიმართებაშიც იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც შეიქმნება უკვე სხვადასხვა სამუშაო პოზიციების გაჩენიდან და ბიზნესის ასე ვთქვათ ტრანსფორმირებიდან, მათ შეიძლება კიდევ ცალკე სხვა მოთხოვნები გაჩნდეს სამუშაო ადგილთან მიმართებაში. 2000 ადამიანი უხეში დათვლით რომ გაანაწილო კოოპერატივებზე და კარიერებზე, ალბათ ერთი 150-დან 200 კონტურამდე უნდა დაამატო და კოოპერატივი უნდა დააფუძნო ზე. და წარმოიდგინე 200 ახალი კერა ჭიათურის ირგვლივ. დამანგრეველია ანუ ფაქტობრივად გადათხრა ქალაქის უკვე შეიძლება თვითონ ქალაქის ტერიტორიას არაფერი აი ცენტრს მაგრამ თუ პერიფერიებზე ყველაფერი განადგურდება მისასვლელი მოსასვლელი გზები აღარ იქნება და ამის მაგალითი არის შუქურთის განი ითხვისი და კიდე არაერთი სოფელი იგივე სცენარი უნდა განვითარებულიყო და უფრო გამძაფრებულიყო ეს ყველაფერი ფაქტობრივად რა გამოდის რომ ანუ ქალაქი ვეღარ იარსებებს ვეღარ ფუნქციონირებს ვიდრე ინციდენტი მოხდებოდა 28 აპრილამდე რამოდენიმე დღით ადრე პოლიციის შენობაში უცნაურად ჩნდება კომპანიის ხელმძღვანელის მანქანები და რამოდენიმე დღე ხდებოდა მათი რეგულარული მისვლა და ალბათ იქ რაღაც თათბირი. შემდეგ დგება ის 28 აპრილი, როდესაც ჩვენ გარკვეული კატეგორია აქედან ვიმყოფებით მე და მირზა ლოლაძე კონკრეტულად უნდა ვთქვა, ვიმყოფებით თბილისში, პრესკონფერენცია გვაქვს ტელევიზიებთან. აცდენა არის ის, რომ და ეს ამყარებს ეჭვს, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი რომ ტელეკომპანია იმედი ავრცელებს ინფორმაციას ჩვენამდე ვიდრე ჩვენ ამას გავიგებდით ავრცელებს ინფორმაციას რომ ტარიელ მიქაცაძემ, მირზა ლოლაძემ, გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ სცემეს ერთ-ერთი მაღაროს დირექტორი და ამას მე თვითონ მეკითხება იმედის ჟურნალისტი ლაივში რა სერგო გობერიძეზე თავდასხმა თქვენ დააუგანეთ მაღაროს იმდენად
აბსურდული იყო ეხლა ეს შეკითხვა, რომ მე სერიოზულად ვერ აღვიქვი და თურმე მართლა მოხდა. და ამის შემდეგ რახან მე გავუთხარი რომ ტარიელი მე ვარ მირზაეს არის და შესაბამისად ჩვენ ვერ ვიქნებით მონაწილე და თქვენი ინფორმაცია არის მცდარი. შემდეგ გადააკეთეს და ჩაანაცვლეს თენგო გველესიანით და არჩილ ჭუმბურიძით ეს 4-ეულის სახელები. მოხდა ისე რომ იმ ღამით აიყვანეს თენგო და მერაბი თავის მანქანაში აი ამ ადგილზე გიორგი ნეფარიძე კარავში ისვენებდა და იქიდან აიყვანეს. ვაკავები. რა ხდება მართლა? რა ხდება მეგობრებო აქ? რა არაფერი, აბას არაფერი არ ქვია ხალხო? მეგობრებო გამოდით გარეთ. ელი გამოდით ბიჭო. აი გავეთ. დავდგია გამოდით. ელი გამოდით ბიჭო. რა ხდება ბიჭო? აიყვანეს ბიჭები დააკავეს. რასაც არ ვაპატიებ და არ შევარჩენთ არავის, აქ თურმე დასაკავებელი იყო. ჭიათურა გამოდი გარეთ, აღარ არის დაძინების და მონობის რო გამოდი გარეთ უყველა. საჩიკო ჭუმბურიძე თავის ოჯახში იყო და იქედან აიყვანეს და დღეს მათ ედავებიან ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რაც არის სრულად აბსურდი. დაახლოებით 30 სასამართლოა უკვე ჩატარებული და ამ 30 სასამართლოში მოდიან მოწმეები, რომლებიც აბსოლუტურად არაფრის მთქმელი არ არიან შემთხვევის ადგილთან. და ეს არის ფარსი და გაწელვადი პროცესი, იმიტომ რომ უნდათ მაქსიმალურად დიდხანს დაიტოვოს ეს ბიჭები ციხეში და აჩვენონ ამით ჭიათურას და ნებისმიერ მაღაროელს, რომ თუ თქვენც გაიღებთ ხმას, რაც სხვათა შორის პოლიციელებმა ღიად დააფიქსირეს დაკავების შემდგომ დღეებში, რომ კიდე გაგრძელდება დაკავებები, რადგან 4-ზე მეტია იქ დანაშაულის ჩამდენი და ისეთი ადამიანები, ვინც ეხლა გახართ ქუჩაში, თქვენ შეიძლება დაგაკავოთ და მართლაც ნებისმიერ მოქალაქეს გაუჩნდა იმის განცდა, რომ თენგო გველესიანი, რომელიც არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილთან, თუ კი ამ ადამიანის დაკავებაა შესაძლებელი, რატო არ დამაკავებენ მე და ძალიან სამწუხაროდ ძალიან ცოტა აღმოვჩნდით ისეთი ადამიანები, ვისაც გჯეროდა ჩვენი თავის, ჩვენი უფლებების და ქუჩას ვინ არჩუნებდით. და აქედან გამომდინარე, დაშალეს შეაშინეს, დააშანტაჟეს, დაშალეს პროტესტი, შემდეგ დაიწყეს სამსახურებში ხალხის მიწვევა, ვერ მიიყვანეს მაღაროელები სამუშაო ადგილებამდე ის რაოდენობა რაც ჭირდებოდათ, უკვე აი აქ მოდის პოლიციის უფროსი როინიდვალი და გვეუბნება, რომ მე მოვდივარ პრემიერის სიტყვებით, მე მოვდივარ მთავრობის აზრით, თუ შეწყვეტ შიმშილობას, თუ არ შეუშლით ხელს იმ 300 დასაქმებულს, ვინც სარემონტო სამუშაოებს ემსახურება მაღაროებზე, აუცილებლად მაგ ბიჭებს გამოუშვებენ 17 ივლისს. აი ესეთი დაპირება იყო. ამ დაპირების მიუხედავად ჩვენ არ გქონია რამოდენიმე ადამიანს აქ ვინც ვართ იმის განცდა, რომ ეს ნამდვილად ესე იქნებოდა, რადგან ჩვენ გვყავდა პატიმრის ადვოკატები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ამ ბიჭების გამოშვების ერთადერთი რეალური შანსი იმ ეტაპზე და იმ დროისთვის იყო, თუ დაზარალებული დაწერდა ორ წინადადებას, რომ არ ქონდა პრეტენზია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ამას ნოტარიულად დაადასტურებდა. ამასთან დაკავშირებით გაღიზიანდნენ ბატონები და თქვეს, რომ მე პრემიერის სიტყვები ჩამოგიტანე და რა ორ წინადადებაზეა საუბარი და ამის შემდეგ ხდება ისე, რომ ოჯახის წევრებს, პატიმრის ოჯახის წევრებს ცალკე ცდილობენ, რომ გაესაუბრონ, რომ გაერიდეთ მაგ პროცესებს, არ ჩაერთოთ მასეთ პროცესებში და უფრო სწრაფად გამოვლენ, ჩამოაშორეთ სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან ყავს ჩვენ ადვოკატები, ჩამოაშორეთ ის არასამთავრობოების ადვოკატები, თუ გინდათ რომ ბიჭე, ანუ ყველა ბერკეტს იყენებდნენ იმისთვის, რომ ბიჭების ციხეში დაჭერით უკვე ევაჭრათ და ყველაზე კულმინაციური და ფინალური იყო ის, რომ მანგანუმის გატანაზე დადგა საკითხი.
ჭიათურაში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა საინიციატივო ჯგუფის შეთანხმდა რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით რადიკალურ ზომებს მიმართავენ მათ შორის ქალაქის შესასვლელში სპეციალურ გამოსვლას აპირებენ საკონტროლო ტრანსპორტის გადაადგილება იმისთვის რომ ჭიათურიდან ნედლეულისა და სხვა მასალების გადანა შეფერდეს. დღევანდელ აქციაზე პირველად გამოჩნდნენ გერმანიის მარქსისტ-ლენინისტური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ჭიათურაში მიმდინარე აქციებს სრულ ხარდაჭერას უცხადებენ. ამ კავშირზე ღიად საუბრობენ საინიციატივო ჯგუფის წევრები, მათ შორის არის ტარიო მიკაძე, რომელიც ადასტურებს, რომ მათგან ფინანსურ დახმარებას იღებენ. და როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ჩვენი ერთადერთი საბოლოო იარაღი ამ ბიჭების ციხეიდან გამოსვლისა და თუ მანგანუმი გავა ჭიათურიდან, ჩავთვალოთ, რომ ეს ბიჭები ზუსტად 6-დან 9 წლამდე, რასაც ედავებიან, აი ესე დატოვებენ ციხეში, აი აქ მოვარდა პოლიციის უფროსი და პირადად მე მეუნება, რომ ეხლა გიცანი, შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც დატოვება გინდა, მე სიტყვები მოგიტანე, მე და პირობა მოგეცი. და შენ კიდე რას აკეთებ? ესე იგი შენ ხარ ვისაც ბიჭების ციხეში დატოვება გინდა და ამას აყურებინებს ყველას, ვინც აქ იმყოფება და განსაკუთრებით პატიმრის ოჯახის წევრებს. ამიტომ მეტნაკლებად შეძლეს რომ შანტაჟით, ცრუ დაპირებებით ეს ბიჭები ციხეში დაეტოვებინათ, მანგანუმი გაეტანათ, მაღაროებზე მუშა პროცესი აღედგინათ, ხოლო როგორ და აღადგინეს მუშა პროცესი და რა პირობებით, ეგ კიდე ცალკე საკითხია. სახელმწიფო მმართველის ხშირად სახელი და გვარიც კი გვავიწყდება. უბრალოდ ვიცით ერთადერთი რამ, რომ რაც სახელმწიფო მმართველობა ჩაინედგა კომპანიაში, მით უფრო მეტი ღია კარიერული გადათხრები მივიღეთ ჭიათურაში, მით უფრო მეტად დაბინძურებული ყვირილა მივიღეთ, მით მეტად გადათხრილი სოფლები მივიღეთ, განადგურებული ბუნება მივიღეთ და ეს ხდება 2017 წლიდან დღემდე. და თითქოს და სახელმწიფო მმართველის საჭიროება აღარ უნდა გამختارიყო და 2025 წლის თებერვალი იყო თუ მარტი, რომ სახელმწიფო მმართველმა კიდევ 4 წლით გადაივადა თავისი არსებობა ჭიათურაში. სახელმწიფო მმართველის დანიშვნის აუცილებლობა გახდა როგორც მთავრობა ახსნის საჭირო იმისთვის, რომ ეკოლოგიური ზარალი იყო, ზიანი იყო ჭიათურაში დაახლოებით 9 მილიარდის ოდენობის და დღეს ალბათ მილიარდები არ უშველის იმ ზარალს და ზიანს, რაც ჭიათურას ადგას. ჩვენ 2024 წლის 3 დეკემბერს, როცა უკვე შევხედეთ, რომ ბანკების ზღაპარი უკვე არარეალური იყო, მივიტანეთ განცხადება, შინაარსობრივად რა მდგომარეობა იყო ჭიათურაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე და ვთხოვდით, რომ ყურადღება მიექციათ ჭიათურისთვის, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. 17 აპრილს კიდევ ერთჯერ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს წერილობით. რეაგირება იყო აბსოლუტურად 0. რადიკალური ჯგუფი გვიწოდა ჯანდაცვის მინისტრმა, რაც ძალიან ცუდად მოკვდა გულზე. არიან ნამდვილად ადამიანები, ვინც ნამდვილად სურველია იმისა, რომ რაც შეიძლება ესკალირებული იყოს იქ მდგომარეობა და დაძაბული და ჩვენ კიდევ მგონია, რომ პირიქით რაც შეიძლება მეტად უნდა მოინახოს მედიაციის რესურსი. პროფკავშირი არ წარმოადგენს იმ ხალხს, ვინც იქ შიმშილობს. არ დაეთანხმოთ ჩემს პასუხს, არ მოგწონდეთ პასუხი, ან არ გაწყობდეთ პასუხი. ეს არ გაძლევთ უფლებას, რომ ინტერვიუს დროს შემეკამათოთ. მე არ მინდა, რომ აქედან პოლიტიკური სპექტაკლების გამართვის შესაძლებლობა გაჩნდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო ეფექტურია რეალურად პროცესი, რომელიც დღეს იქ მიმდინარეობს. მე რო ადამიანი, აი მე პირადად გეუბნებით, რომ დამაბრალებს, რომ ამის მიუკადრისებ, აი მე შეგიძლიათ გააგრძელოთ საუბარი. მანამდე ვწყვეთ ახლა საუბარს და უნდა თავი დამაგრძელოთ. თქვენი საქმე არის, თქვენ ვიღაც მოქალაქე ხომ არ ხართ? ხართ შრომის მინისტრი. შრომელები 3600 მშრომელი და მათი ოჯახები შიმშილის პირას არის. კამერად შემოაწმეთ საკუთარი თავი გადაიღეთ, იმიტომ რომ მონოლოგისტვის წერთ. ეხლა საკუთარი მონოლოგი. რატომ ჩადიხართ ჭიათურაში? ამაზე გაგეცით პასუხი, თქვენ არ გაინტერესებთ. რა გამეცით პასუხი, რომ მედიაციის პროცესი მიდის? თქვენ არ ხართ მედიაციის პროცესში ჩართული. საჩვენებელი შეხვედრები. თქვენი მიზანი რაც არის ეხლა რომ ხელი შეუწყოთ, რომ საჩვენებელი შოუები გაიმართოს აი ამ შეხვედრებში, ამას რასაკვირველია, რომ შეუძლია დააზიანოს პროცესი. ეხლა მე მაქვს იქით პრეტენზია და კითხვა. აი მისმა სამხრივმა კომისიამ ჭიათურაში რა შედეგი დადო, დაინტერესდა, ჩამოვიდა და დღეს არის ის მდგომარეობა, როცა ყველა შრომის ინსპექცია, სახალხო დამცველიც პროფკავშირებზე ხო აღარა მაქვს საუბარი, რომ ჩვეულებრივი ჯიბის პროფკავშირებია ეს ყვითელი და გაერთიანებული პროფკავშირები. ყველა ვისაც კი ხელეწიფება უფლების დაცვა ამ მშრომელ ადამიანებზე, მოქალაქეებზე ჭიათურაში და ასე შემდეგ, ყველა არის გაჩუმებული. ხოლო არსებული კომპანია და მასში ხელების მოფათურე გარკვეული წრეები მთავრობისა
გამალებით ეზიდებიან. არ აქვს მნიშვნელობა, სადაც კი დაარტყავენ კომში, იქიდან მან განეცი უნდა ამოიღონ. აი, მოპოვება ხდება ვანდალურად, კაბალურად, როგორც მიწისქვეშა ისე ზედაპირული და თითქმის შემწინააღმდეგებელი აღარ ყავთ არავინ და ცდილობენ რაც შეიძლება მალე და სწრაფად გაიტანონ აქედან ბევრი და ბევრი მანგანუმი. არაფრის ფასად. Рахан соцкис დაავალეს ეს საქმე, соцки მოითხოვა თავისი უფლებები. Какие люди? Пока я разговариваю только с вами. Пожалуйста, говорите о себе в единственном числе. Вы человек, вы не люди. Вы человек. Если вам не нравится уровень разговора, пожалуйста. და პოლიციური რეჟიმით და პოლიციური ძალით აქ აღიარებენ ჭიათურის პოლიციაც რომ ქუთაისის სამხარეო ეხმარებოდა ამა თუ იმ საქმეში. აი მეგობრებო, იღება მაღაროს კარები და ქუთაისის სამხარეოს მხარდაჭერით გახსნეს კოროხნალის მაღაროს ვენტილატორით იძულების წესით, დაიჭირეს 4 პატიმარი და რომლის დაჭერის მიზეზსაც დღესაც კი ვერ ასახელებენ ვერც ერთი პოლიციელი და ვერც ერთი ხელისდამდები და მოკლედ ამ პირობებით მოვედით დღემდე ესეთი უსამართლობით. მოკავშირეს რაც შეეხება იმ უკანონო რეორგანიზაციას, ზუსტად უკანონოს და ამ უკანონო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ სარჩელები გვაქვს სასამართლოში შეტანილი, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ, იმიტომ რომ აი სრული აბსურდი ჩატარდა ის რეორგანიზაციის გარდა ყველაფერი იყო. არანაირი მიზეზი, არაფერი აბსოლუტურად ამასთან დაკავშირებით. აი, просто ჩაატარეს რა უბრალოდ. ხო და ამას აუნთო მწვანე შუქი. გარდა იმისა, რომ მწვანე შუქი აუნთო ამ რეორგანიზაციას, მისი ამ პროკავშირის, ასე ვთქვათ, წევრები თუ ლიდერები თუ რაც ქვიათ, ურეკავდნენ ხალხს და ეუბნებოდნენ, იქ თუ ხელს არ მოაწერ შენ რეორგანიზაციას, არჩევი უსამსახუროდ, არჩევი ვალებს ვინ გადაგიხდის და ანუ ფსიქოლოგიური ტერორი. ეს არის პროკავშირიდან დაზარალებული. ეს არის და ეხა მე მაინტერესებს და უსვავ კითხვას ირაკლი პეტრიაშვილს და მის ყვითელ პროკავშირებს. სადა ხართ ეხლა 1050 ადამიანი რომელიც მომლოდინე არის დასაქმების და ელოდება დასაქმებას. ზუსტად თქვენი რეკომენდაციის შედეგად რომელმაც ხელი მოაწერა უკანონო რეორგანიზაციას და ვერ დასაქმდა, ვერც ხელფასუხებულობს და ვერც ბანკის ვალებს ვერ არავინ არ უხდის. აი ამ ხალხს რა პასუხცევთ ჩვენ რო დავანებოთ თავის ყველაფერს ამ ხალხს ვინც ამ სარჩელებში ვარ. კი ბატონო, ჩვენ არც მაშინ გაღიარებდით და ახლა მით უმეტეს არ გაღიარებთ, იმიტომ რომ არა ხარ თქვენ ხარე რომელიც ადამიანის უფლებების, შრომელების უფლებებს რეალურად იცავს, მაგრამ აი იმ ხალხს ვინც თქვენ ასე ვთქვათ გენდოთ, ვინც თქვენი სიტყვა გაითვალისწინა და ახლა უტოპიაში რო არის გადავარნილები, რა პასუხცემთ ამ ხალხს? ძალიან მაინტერესებს. 1050 ადამიანი ვიმეორებ. ცოტა არ არის 1050 დასაქმებული ერთ წარმოებაში მით უმეტეს. და ამის ალტერნატივა ჩვენ გავაკეთეთ დამოუკიდებელი პროკავშირები. მაღაროველთა დამოუკიდებელი პროკავშირი. დავიწყეთ აქტიური მუშაობა, როგორც შეგვეძლო. კი გზღუდავდა კომპანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი პროკავშირები ვართ, რომელიც რეესტრში ასე ვთქვათ, რეგისტრირებული არის, სრულფასოვნად გამართული დოკუმენტაციით ყველანაირად იურიდიულად. ამის და მიუხედავად ჩვენ არ გვეძლეოდა უფლება საწარმოო ობიექტებზე შესვლის, პროკავშირული მოწოდებების, საზოგადოების ინფორმირების ზღუდავდა ყველანაირად რა, ანუ ჩვენ არ ვესაუბრებით ცირე რაღაცა ჯგუფს, ესე მოგვიხსენიებენ, ჩვენ ვესაუბრებით პროკავშირების გაერთიანებას, მის დარგობრივ პროკავშირს და მასთან გვაქვს ჭიდრო კავშირები. თქვენ ვინ ხართ? თქვენ ხართ რადიკალური ჯგუფი. ასე მოგვუნაცლეს ჩვენ, სადეს ყოველ შემთხვევაში. ამის და მიუხედავად ჩვენ გარკვეული რაოდენობა წევრების მაინც მოვაგროვეთ, რომლებსაც აუხსენით რეალობა რა იყო, რომლებმაც გაიგეს რეალობა რა არის. და ჩვენ სიტყვას აუცილებლად ვიტყვით. საკამაო დიდი წარმომადგენლობითი წევრობა შეიძლება გვყავდეს, რომ დამოუკიდებლად როგორც ორგანიზაცია ვიფუნქციონიროთ გამართულად, იურიდიულად ყველა დონეზე. ეს ფული 80,000 ლარი, რომელიც დარგობრივი ორგანიზაციის ანგარიშში ჭიათურიდან ირიცხება, 30%-ის გამოყენება შეუძლია ჭიათურის პროკავშირს. ჩვენი მოთხოვნა და პრინციპი და მიზანი იყო, რომ 100% აქ დარჩებოდა ჭიათურაში და განხორციელებოდა მანხარჯების განკარგვა
შრომელების მოთხოვნებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე. ის ადამიანები, რომლებიც დასაქმდნენ კომპანიაში, აგრძელებენ მუშაობას, იღებენ ხელფასს და სარგებლობენ ყველა იმ სოციალური ბენეფიტით, რაც აქამდე ჰქონდათ. თუ 5 კაცი ან სამუშაო ჯგუფს უწევდათ რაღაც საქმის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე 2 კაციანი ჯგუფი იყო იძულებული, რომ გაეკეთებია იგივე საქმე, რასაც აკეთებდა 5 ადამიანი. ზოგიერთი მათგანი გახდა იძულებული, რომ პროტესტის ნიშნად კი არ მოთხოვა კომპანიას, რომ ეს უნდა გამოესწორებინა. უბრალოდ დაწერა განცხადება და სამუშაო ადგილი მიატოვა და წავიდა. სრულიად წავიდა რა სამსახურიდან, ქალაქიდან. ჩემი შვილიც მუშაობდა, მათ სიძე მუშაობდა და დღეს აქ არც ერთი არ არის. შეამცირეს ეს მუშაობის დღეები, ხელფასი, არადასვენება, არა ნორმალური და რა ვიცი, ახლა ხო იცი, ამ დროს ადამიანი თუ რაიმე საშუალებას ნახავს, მიდის მე ეს შემიძლია ვთქვი, ჩემი შვილიდან და ჩემი სიძვიდან. არ ქონდათ სარგებლობის უფლება ბიულეტენით, რადგან როგორც აუხსნასოც კი ყველაფერი არის ჩამოყალიბების პროცესში და უნდა გაეჭირვებიათ. არ ქონდათ უფლება შვებულებით ესარგებლათ, თუ კი ბიზნესმენს დასჭირდება ახალი სესხის აღება, უკვე არასტაბილურია კომპანია და ბანკების სესხებს აღარ გასცემს ამ დასაქმებულებზე და ყველაზე ცუდი იცი რაც არის, ეხლა გარდა იმისა, რომ შვებულებაში არ უშვებენ, დაპირებას უტოვებენ ესეც, რომ დეკემბერში გაგიშვებთ ყველას ერთად შვებულებაში. რაც იმეჭვებს ამყარებს, რომ დეკემბერში კომპანიას წარმოების გაჩერება ისევე უნდა. ალბათ ეს გეგმა აქვს კომპანიას, რომ ყველას ერთად გაუშვებს დეკემბერში და შვებულების ხარჯზე ჩათვლის იმ არასამუშაო დღეებს, იმ გაჩერების დღეებს, რასაც აპირებს ალბათ. ზუსტად გამოხშირეს და დატოვეს ის ადამიანები, ვისაც პრეტენზია არ გაუჩნდებოდა არც ერთ იმ შემოთავაზებაზე, რაც იქნებოდა მიუღებელი ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის, ვინც ვართ ქუჩაში. უბრალოდ სიტყვა, რომ რაღაც არ მოწონს, საკმარისია იმისთვის, რომ ხელმძღვანელმა უთხრას, თუ არ მოგწონს, დაწერე განცხადება და წად. წლების განმავლობაში ჩვენ საინიციატივო ჯგუფმა ვიბრძოლეთ და მივახციეთ იმას, რომ სასადილოები უნდა გახსნილიყო ყველა ობიექტზე და წვნიანი კვებით უნდა ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილი დასაქმებულები, სათვალედ გახსნეს მღვიმევის და მეორე ატეკის ობიექტებზე 2 სასადილო, ჩვენი შრომით გარემონტებული და ასე შემდეგ, ამასაც კი ამადლიან, თუმცა ისიც ვერ ამუშავეს. ადამიანები, რომლებიც იქ არიან კვების საკითხში დასაქმებულები, უხელფასოდ არიან და დღის განმავლობაში არანაირი ხარისხიანი კვება არც ერთ დასაქმებულს იქ არ აქვს. თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხმის ამოღების უფლება არ აქვს და ვერ ამბობენ, ვერ იღებენ ხმას დაზარალებული დასაქმებულები. იყო ესეთი ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც მოიწამლა ასეთი უხარისხო საკვების გამო, საავადმყოფოში იმყოფებოდა, მაქსიმალურად ცდილობდნენ დაემალათ ეს ფაქტი და როდესაც ჩვენ გავიგეთ და გავედით კონტაქტზე ამ ადამიანთან, თხოვეთ რომ ხმა ამოეღო, ელაპარაკა, წინააღმდეგ შემთხვევაში რა უნდა გაეკეთებია ისეთი, რომ შვებს მაინც დახმარებოდა და გამოსავალი იყო მისგან პასუხი, რომ უბრალოდ აწი აღარ შევჭამ პაიკას. დაახლოებით 4 თვის წინ იყო ეს ყველაფერი. არავინ არ ყავს პასუხის მომთხოვნი, რატო უნდა წავიდეს და ასე შემდეგ. აი ესეთი დიქტატორული და ერთპიროვნული მართლობა ჩამოყალიბდა მაისიდან მოყოლებული დღემდე, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი კარავი აქ ტყუილა დაარდგას. ყველა ჭიათურობაზე ყოველთვის კარგი ამინდი იყო ხოლმე, წლევანდელი ჭიათურობა იყო წვიმიანი ამინდი. ყოველი ჭიათურობა ტარდებოდა ხიდს იქით ამ მხარეს, მეტი წილი, ზეიმი, ყველაფერი იქით ტარდებოდა. რატომღაც წელს გადაწყვიტეს, რომ აქეთ უნდა რაღაცეები ჩახერგილიყო და დატვირთულიყო აქეთ ამ მხარე. ვიდრე ჭიათურობა მოხდებოდა რამოდენიმე დღით ადრე, ტელეფონის ზარით, რაღაც მეორე შუამავლის ხელით პირით მოდიოდა ინფორმაცია, რომ დაშალეთ კარავი, ხო იცით, რომ მაინც დაშლიან ახალი კანონის თანახმად და ამ ახინჯებს იერსახეს. ფიზიკურად ჩვენ ვერ დავშლით, ამისთვის ყველა მიცის, რომ ვიდრე ბიჭები ციხიდან არ გამოვლენ, აქ ვდგავარ და აქ ველოდებით ბიჭებს და გამოიყენეს ასეთი ტაქტიკური ნაბიჯი, ხრეკი, რომ სახანძროს მანქანა მოიყვანეს, ძალიან დიდი სახანძროს მანქანა, ასევე მოიყვანეს ჯარისკაცების მანქანა
და ესე ორი მხრიდან ჩახერგეს, რომ ფასადი არ დამახინჯებულიყო ჭიათურის. და ესე ამოაფარეს დიდი გაბარიტის მქონე მანქანები ჩვენს კარავს, თუმცა ეს დავაფიქსირეთ, ეს აღუბეჭდეთ ჩვენს მაღაროელის გვერდზე და იმაზე მეტი თქვა იმ ლაიმმა, ვიდრე მანქანების ჩამოფარებამდე შეეძლო რომ ეთქვა. ანუ ქალაქის მერია და მერი განსაკუთრებით ცდილობს რომ პრობლემები შეფუთოს, თითქოს რომ არ არსებობს და შეფუთოს იმდენად იაფფასიანი ნაჭრით, რომელიც ძალიან მალე დაიხება. და ზუსტად ის პრობლემები, რაც დგას ჭიათურაში, სრულად არის პასუხისმგებელი მერია და ქალაქის მერი. სრულად თითქოს ანუ ბუმია რაღაცა, პროტესტის ბუმია რა. ხალხი, რომელიც რეალურად არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის ამომრჩეველია, რეალურად რაღაცა კონკრეტული საკითხის მიმართ განაწყენებული, ან რაღაცაში გაურკვეველი, გამოდის ქუჩაში და ითხოვს გაარკვიონ, გაიგოს რა ხდება რეალურად და იცოდეს ამა თუ იმ პროექტის რეალური სახე, რადგანაც რეალურად იმის უკან. ეს ხო ნიშნავს ავტომატურად, რომ ხელისუფლებას პირდაპირ პასუხისმგებლობა ეკისრება და არის ანგარიშვალდებული ამ ხალხის წინაშე გამოვიდეს დეტალებში ახსნას ყველაფერი რა ხდება, რა გარიგებაზეა საუბარი, კონტრაქტის პირობა, კონტრაქტის დათქმები, ამ კონტრაქტების უკან რა იმალება, ვადები რამდენი წელზეა გათვლილი, მე ამ წლების გასვლის შემდეგ რა ხდება. ამაზე ხო არის ხელისუფლება ვალდებული რომ საჯაროდ ისაუბროს. ბევრი გამოდიოდა, მართლა გულის ჭივილით გამოდიოდა და აინტერესებდა ბოლო-ბოლო რა ხდება ქვეყანაში გაგვაგებინეთ. საზოგადოების თვითორგანიზება უნდა მოხდეს. ყველანაირი პარტიების კონსერვატიული არის ეს თუ ნაციონალური არის თუ რა ვიცი, ფედერალური არის თუ რა ჯანდაბაცა უნდა იყოს, ყველანაირი მიღმა უნდა მოხდეს ინტელიგენცია უნდა წამოდგეს ფეხზე ქვეყნის რეალური და სასულიერო. საერო და სასულიერო გაერთიანება უნდა მოხდეს. მაგრამ ამას ვერ ვხედავთ. ამას ალბათ თავისი ახსნა და მიზეზები გააჩნია. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი არიან ვალდებულები დღეს, რომ რეალურად ისაუბრონ, ხმამაღლა ისაუბრონ რა ხდება ხო ქვეყანაში. მოთხოვონ პასუხი იმას, ვისაც ყველაზე მეტად ეკუთვნის პასუხის გაცემა. და ჭიათურას კიდე რაც შეეხება, ხო? ჩვენთანაც ძალიან გაამარტივეს საკითხები. ანუ ჩვენ აღმოჩნდით ნაციონალი, ანუ ჩვენ შეგვფუთეს როგორც ნაციონალები, ანუ ნაციონალური, არ ვიცი, ნაციონალში ალბათ იგულისხმება ოპოზიცია, ყველა ერთად აღებული. ანუ შეგვფუთეს ასე რომ ჩვენ ვართ ნაციონალები, ჩვენ ვართ დესტრუქციული ძალა, რომელსაც არ აქვს არანაირი კონკრეტული რაღაცა საზოგადო საკეთილდღეო ინტერესი, ის არის ორიენტირებული რაღაცა ერთი კონკრეტული პირადი კეთილდღეობის გამო. ჩვენს გაშავებაში მონაწილეობდა სუსი, პროფკავშირი, ხელისუფალი, პოზიციაც, ოპოზიციაც, თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში, ყველა ჩვენ გაშავებდა. არ იცვლება რა არაფერი. გავიხსენებ იმას, რომ 10 და 15 და 20 წლის წინანდელი მოთხოვნები აქტუალური არის 20 წლის შემდეგ. აქ უკამით ყველაფერი ნათქვამია, ხო? ჩვენი საშველი არა და არ დადგა. არა და არაფერს არ უთხოვთ განსაკუთრებულს იმას, რაც კანონით, კონსტიტუციით, შრომის კოდექსით გვეკუთვნის. მივიღოთ ღირსეული სამუშაო გარემო, არ დაირგვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის განსახლდა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების და მიიღოს დასაქმებულობა ის ღირსეული ანაზღაურება და ხელფასი, რასაც გამოიმუშავებს თავისი შრომით. ეს შრომაც იყოს ადეკვატური და პროპორციული ხელფასთან. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენ პოლიცია ჩემ აღქმაში ესეთია, რომ არის ნეიტრალური მხარე, არ უნდა ლაპარაკობდეს ისეთ რაღაცებს, რაც ვისაუბრე უკვე. ანუ მხარეთ არ უნდა მოგევლინოს, უსაფრთხოება ევალება და წერტილი, დანაშაული უნდა აღკვეთოს და წერტილი. და ჩვენ ვხედავთ თბილისში რა ხდება დღეს. აი პირდაპირი დამცირება პოლიციის და რატო იმცირებს თავს ძალიან მიკვირს. აი მართლა ასე მნიშვნელოვანია ის 1000-1500 რომ პირბადის გამო ადამიანი დაიჭირო, პირბადის ტარების გამო. იქ რა აბსურდიც ხდება, ხო? ყოველად მიუღებელია. ალბათ ისტორიას, სოფლიო ისტორიას არ ახსოვს გავსი რაღაცები, რაც დღეს საქართველოში ხდება ზოგადად პოლიციის მხრიდან. აბსურდი. აი არ ვიცი, აი მილიონებს იპარავს ხალხი და გარეთ დადის და პირბადე უკეთია ადამიანს და ციხეში ზის. ასეთი რაღაცა თუ ხდება ნებისმიერ მსოფლიოს მასშტაბით. და ასევე სოციალური პროტესტები სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არის ქვეყანაში. ანუ საბედნიეროდ, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, ვინც არ ეგუებიან ამ პირობებს, ცოტანი, მაგრამ მაინც არსებობენ და სურები არის ესეთი
ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და მანამდე ყოფილა საირმის პროტესტის მონაწილეებში იქ რაღაც რამოდენიმე დააკავეს. ანუ არ არის პირველი, ჭიათურა პირველი არ არის, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამაზე რო გველაპარაკებოდნენ ადრე, ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი იყო. რო გველაპარაკებოდნენ ჩვენნაირი ადამიანები, რომ ეხლა ესე ხდება, ესე გააკეთეს და შეიძლება თქვენც ასე მოგიგეთ. რას ამბობთ, ეგ როგორ შეიძლება რომ მოხდეს? და ის რომ თბილისში რო პროტესტი იყო, აი ჩვენ რა შუაში ვართ, აი ავიღებ თუნდაც ამ რეორგანიზაციის კანონის მიღება და კიდე ბევრი რაღაცა ისეთი კანონები, რომლებიც პირდაპირ შეგვეხო ჩვენ. და ამაზე წარმოდგენაც კი არ ქონდა, რატო ტარდებოდა თბილისში დაუშვათ საპროტესტო, რატო ითხოვდნენ და ჩვენ რა შუაში ვიყავით აქ. აი თურმე პირდაპირ ძალიან სწრაფად მოდის ნებისმიერ ფენამდე ის პრობლემა, რაც იქ დუხს იმ მომენტში. და დღეს ზუსტად ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდით. ამიტომ ყველა შეეხება თუ დღეს ჭიათურაში პრობლემაა და ვიღაცას ეს პრობლემა არ მიაჩნია, აუცილებლად ამ ზამთარში შეეხება მაღაზიები რო დაიკეტება. ფული რო არ იტრიალებს ქალაქში, ვერავინ რო ვერ დასაქმდება და მით უმეტეს თუ მართლა დეკემბერში კიდე ის 1600 ადამიანიც გაჩერდა, ვინც ეხლა მუშაობს რაღაც სულ ზღაფავს, მაგრამ მაინც მუშაობს. სრულად პარალიზებული იქნება ჭიათურა და ამ დროს ქალაქის მერიას ამაზე არ უჩნდება არანაირ პრეტენზია. როდესაც გავჩერდით, გამოვედით ქუჩაში 28 თებერვალს, პირველი თუ 2 მარტი იყო, თუ არ ვცდები, საგანგებოს ხდომა მოიწვია ქალაქის მერმა და აბა როგორ შევქნათ ახლა ახალი სამუშაო ადგილები, ალტერნატიული სამუშაო ადგილები, კომპანია გახდა არასტაბილური. მის შემდეგ არაფერი არ დაძრულა ქალაქის მერიაში. სამჯერ რო გარემონტდა სანატორიუმის პარკი ეგ და სამივეჯერ ინგრევა და კარუსელი თუ ეშმაკის ბორბალი დადგეს და ვერაფრით ვერ ჩართეს და კინაღამ ხალხი დახოცეს ამ ჭიათურობის დღეს თუ მაღაროელთა დღეს. რატო არ იძიებენ აქ ჭიათურაში ეს ფული სათქრება, სად იხარჯება, რატო იხარჯება, ვინ ჭამს? ეს არ აინტერესებთ. იმიტომ რომ აქედან გადის, ყველას თავისი წილი მისდის. და ეს წილები ზუსტად ჩვენ ხარჯზე გადის, ჩვენი შრომის და ჩვენი უუფლებობის ხარჯზე მიდის. ვიღაცას რო სუფთა ხელები აქვს და არაფრის ფასად რო ყველაფერი აქვს, ვიღაცას ყველაფრის ფასად არაფერი არ გააჩნია ჭიათურაში. და ასეთი უთანასწორობა ხდება. მაგრამ ამის მომკითხავი არ არის. წეგან ვახსენე რომ შრომის ინსპექციაც შევაწყვეტ, სახალხო დამცველიც შევაწყვეტ. თუ რამე სტრუქტურა არსებობს, ვინც ადამიანის უფლებები და შრომა და ყველაფერი უნდა დაიცვათ, ყველასთან დავაკაკუნოთ. ყველასგან გულგრილობა. და კომპანიის მიზანიც ეგ არის, რომ მიიყვანოს დასაქმებული იმ ზომაზე, რომ თვითონ დაწეროს განცხადება, მერე შემომდავებელიც რო აღარავინ აღარ გავდეს. და თუ ის ცალმხრივად შეწყვეტ კონტრაქტს, ის უკვე დავისუფლება რჩება ყველა ვარიანტში დასაქმებულს. და როდესაც რეორგანიზაცია დაიწყეს უკვე პროცესი და ხელმოწერებზე იბარებდნენ ხალხს, აქ კატეგორიის ხელმოწერები ჩვენთანაც კეთდებოდა, ვინც იქ არ მიდიოდა, მაგრამ ვაპირებდით შრომითი დავა ჩამულიყავით კომპანიის წინააღმდეგ, უკანონო რეორგანიზაციის და დისკრიმინაციის ნაწილში. ხალხი უკვე გადაიბირა კომპანია. აი ზუსტად იმ ჩართულებებით, პროკავშირების ჩართულებებით და კიდე ბევრი რაღაცები, ასევე მერია იყო ჩართული, ანუ კოორდინატორები იყვნენ ჩართულები, გამგებლებიც კი რეკავდა. ანუ ეს იყო სულთა სიგიჟი აქ რაც ხდებოდა. იმიტომ იყო ეს რეორგანიზაცია უკანონო და არასტანდარტული. ამიტომ ვაპროტესტებთ დღესაც ამას. ხო და ხალხი რომელმაც არ მოაწერა რეორგანიზაციას ხელი, ავტომატურად დარჩა სამსახურის გარეშე. ისედაც რისკი იყო დიდი და ალბათობა იმის, რომ უსამსახურო რჩებოდა, მაგრამ დავისუფლების გარეშე აღარ რჩებოდა. აი ეს განსხვავება არის. ხელმოწერლისა და არ მოწერლის შორის. არ მოვაწერე ხელი, მაგრამ დავისუფლება რჩება მე. და მოვაწერე ხელი და ვერ დავსაქმდი, უკვე ჩემი ხელმოწერა თუ მე დავას დავაპირებ, უკვე მე იქ ისეთ რაღაცაზე ვაწერ ხელს, რომ თანახმა ვიყავი. ეს რო შეიძლებოდა დამართნო და ამას უკვე შეგუებული ვიყავი. ზოგმა ქალაქი დატოვა, ბევრს ქვეყნის დატოვებაც მოუწია. ერთ-ერთ მაგალითს გავიხსენებ, სამწუხარო, აი იზარდი კაცი ტაძის სამბავს მოუწია შენებლობაზე მუშაობა. და ნუ სამწუხაროდ მოხდა ისეთი უბედური შემთხვევა, რომ ეს ადამიანი გადმოვარდა მეორე სართულიდან ადგილზე, ასე ვთქვათ, გარდაიცვალა და ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო თითოეული ჭიათურელისთვის, ჩვენთვის განსაკუთრებით. ყველანაირად გვერდში გვედგა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ იქ იმ უსამართლობაზე ხელის მოწერას და ასე ვთქვათ, მათი ინტერესის გატარებას მე მირჩევნია სხვაგან ვეძიო ლუკმაპურის ფული და სხვაგან დავსაქმდე და რო ქონებოდა იმას პერსპექტივა აქ დასაქმების, შეიძლება ეს ფაქტი არ დამდგარიყო.
მაღაროების გაჩერების შემთხვევაში, მაღაროების გაჩერების დღიდანვე არავინ არ უნდა წავიდეს სახლში და უფრო მეტიც ყველანი მაღაზიები, ავტოგასამართის სადგურები თუ რაც კი მუშაობს ჭიათურაში, ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში. გამოვიდეს და ერთხელ და საბოლოოდ მოითხოვოს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს. პასუხისმგებლობა აიღოს კონკრეტულმა ადამიანებმა, მთავრობის წევრი იქნება ის თუ კომპანიის ხელმძღვანელები იქნება, ნოტარიულად, იურიდიულად, რომ შეასრულებს ამა და ამ საქმეს. დაუშვათ, თუ იქნება შეთანხმება ხელფასების გაცემაზე, ჯერ ერთი არ უნდა იყოს 60% და უნდა იყოს სრულად 100%, რადგან პირდაპირ კომპანიაა ვალდებული და ბრალდებული ამ გაჩერებებში, მისი არასწორი მენეჯმენტის გამო. და უნდა იყოს ეს დადებული ხელშეკრულების სახით, კონტრაქტის სახით და უნდა იყოს ანგარიშვალდებული, იმაზე მეტი ზარალი უნდა გადაიხადოს და სწრაფად უნდა იყოს ეს ზარალები ანაზღაურებული, ვიდრე ხელფასის გადახდა ან ბენეფიტების გადახდისთვის დაეხარჯებოდა კომპანიას. ეს არის აუცილებელი. კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ იმ შემთხვევაში თუ წელს 2025 წლის ბოლომდე ან 26 წლის დასაწყისში მოუწევს კომპანიას გაჩერება, არავინ არ წახვიდეთ მაღაროელებოს სახლში. აი აქ დგას კარავი, აქ გრძელდება პროტესტი და ყველანი შემოუერთით პროტესტს. არ განმეორდეს 2025 წლის 28 თებერვალი. აუცილებლად განმეორდება თუ ჩვენ ისევ დავთანხმდებით ისეთ ცფიერ შემოთავაზებას, ისეთ არარეალურ შემოთავაზებას, რაც გაგვიკეთა აქ პროფკავშირების ხელმძღვანელებმა თემურ სულამელაშვილის თამადობით და კომპანიის ხელმძღვანელმა თემურ ხონელიას თამადობით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში.